ჩვენ მართლაც ყველაფერს ის როცა ადამიანი ხდება თვინიერი და სარწმუნოებაში თანდათან შედის და აღიქვამს სწორად სარწმუნოებას მაშინ ადამიანი ხდება ბედნიერი იმიტომ რომ ხედავს ქრისტეს გრძნობს ქრისტეს არის შემთხვევა როცა სული გრძნობს გული გრძნობს არის შემთხვევა როცა პირდაპირ შეიძლება მეთქვა თავისთავად მიჩვენოს ჩვენ ამას ამისკენ არ მივიტყვით რომ ჩვენ დავინახოთ ქრისტე ხატად ფაქტ ჩვენთვის თავარია ვიგრძნოთ რომ ღმერთი არსებობს და სულმა ჭრიდოს და სულთან იყოს აღოს ქრისტე ეს არის თავი აი ჩვენ ხომ ბევრი წინამამა ამბობს რომ ეს პირდაპირ ეს ქრისტე ეხება ეს ცოტა უხერხულობაში და ვარდება და უნდა ჩავარდე ვინახავთ შეიძლება პატესე თუ თვითონ ნება ღმერთს გასაკვირველია გიჩვენებს ყველაფერს და გამოგეცხადება კიდეც ახლა მაგალითად ეს არ უნდა იყოს ჩვენ ამისკენ არ დავიდეთ ჩვენ დავიდეთ ცხოვრებისკენ ჩვენ დავიდეთ უფალმა რაც დაგვიბარა ის შევასრულოთ ესე გამყვანაზე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ შვედურად ყველაფერი მონაცემები მოწოდოთ ლოცვის, მამის, აღსანიშნავი ზიარების მუშაკი უნდა იყოს მაცხოვრება რაც დაგავალა ის უნდა გააკეთოს სასულიერო პირველ თავისი უნდა აკეთოს ერისკაცმა თავისი სადაც შენ მუშაობ, სადაც შენ შრომობ იქიდან უნდა ემსახურებოდეს პატიოსნად და ეს არის ღვთის ხედვა და ეს არის ღმერთის შეგრძნება უნდა ეცადო რომ ცოდნისაგან თავი შეიქმნა მაინც შევწოდოთ ეხლა იმიტომ რომ ეხლა ვინ შეიძლება თქვას რომ მე არ შევწოდა ეს არ იქნება სწორი მაგრამ უნდა ვეცადოთ ჩვენ ეს იმას აღნიშნავს რომ ჩვენ ამით ცოდნებს დაუმეგობრდეთ არა ცოდნები უნდა შევიზიზოთ ცოდნები ეს არის ჩერქი წყლული ეს არის ხორცლები საშინელი უნდა ვერედოთ ღმერთს რომ ჩვენ ესე გვიხსნას მომაკვდინებელი ცოდნებისაგან გვიხსნას მომაკვდინებელი თუ ვერ გადავლახავთ განსაცდელს მაგრამ ღმერთი ისიც არაფერს არ მოგვივლეს ესე გადალახვაც არ შეგვიძლია და რომელიც არაფერს არ შეგვიძლია გამორიცხულია აშენ ღმერთს არ ცოდნია ესე გაგდეს არა ეს ხო შეძლო არც ჩემში პირიქით უნდა შევიყვაროთ ყველაფერი ღვთისაგან მოძებნ უნდა შევიყვაროთ აი ტკივილსაც ძალიან დიდი გეუბნა ეხლა მე რომ ვაგვიძებ თანათან წლები გრამატიკა გამოსწრება ადრე რაც თქვა არ შეამონებდა ამ ვერ ვგებულობ ეს რატომ ხდება ესე წეს და დღევანდელ სამასეს აღამფი დღევანდელ უკვე ესე ვფიქრობ რომ ალბათ ღმერთს ყველაფერს თავია ღმერთო შემაძლებიოს ღმერთო გამიკეთე შენ კი არა ღმერთო მომეცეცალა რომ მე გავაკეთო ღმერთო მომეცეცალა რომ მე დავძლიო ღმერთო მომეცეცალა რომ ავაშებო ღმერთო მომეცეცალა რომ მეგობარს კვეთში დავუდგე მოყვას კვეთში დავუდგე ანუ მუშაკობა რასაც ქვია აი ეს უნდა ვეძებოთ უფალშვენ და რასაც უნდა დაგვიწოდო დაგვიფაროს ბოროტი და ავიძალებისაგან რომელსაც შეუძლია ადამიანის წარსულში ეს არის საშინელი ძალა რომელსაც არ ძინავს, არ ჭამს, არ სვავს, ოღონდ ადამიანი დაღუპოს და ოღონდ ადამიანი ესე იგი გაანადგუროს. ამიტომ ვარ ჩვენ ძალიან დიდი წყალობა ჩვენზე ესაგან იმიტომ რომ ჩვენ ეხლა წესით ასეთ მდგომარეობაში ამაზე უარეს მდგომარეობაში უნდა ჩვენ ამას ვიმსახურებთ აი გულწრფელად გეუბნებით მაგრამ ეს არის დიდი წყალობა ღვთისა რომ ღმერთი მოწადეთ და გვიცავდეთ მიმარეს. ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ ისე, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებთ, მაგრამ სურვილი მაინც რომ გვაქვს, ესეც კი იწყება. ეს ძალიან რთული მოგეხსენება, ჩვენ ახლა ესე პერიოდში ვცხოვრობ. 10 წლის მაგალითად ესეთი პრობლემები არის. 20 წლის მითხრეთ ეს არის. 50 წლის მითხრეთ ეს არის. იყო რაღაც გარკვეული სხვა დონეზე პრობლემები, მაგრამ ეხლა სხვა რაღაცა.
ეხა პირდაპირ აი ხმალა მოგებული ბოროტი ძალებისაგან გამოროტებული ადამიანებისაგან მართლმადიდებლობის წინააღმდეგარი განაშენება. ესე იყო პირველი საუკუნის მერე. მაგრამ ეხლა ჩვენთან რაც ხდება, ჩვენს ქვეყანაში, ესეთი რაღაცა მე არ მახსოვს. მე ესეთი რაღაცა დონეზე კი მახსოვს რაღაცა გუშინელი ბავშვია რომ არც ესეთი განსაკუთრებული ასაკი არ მაქვს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ჩემ კურს არ დავუყურე ესეთი რაღაცები, რაც დღეს ხდება. ეს რაღაც საშინელებები, რომელიც აზრიბრებულია და ამ საცოდავ ახალგაზრდებს ადამიანებს, ესე იგი ატყუებს ეშმაკიდა. ერთი რომ მოტყუებული ადამიანი, მეორეა რომ რაღაც მატერიალური სგამო წირავს, სულს წირავს. ესე იგი რაც კი ქვეყნიერებაზე არის ოქრო, ეცხი თუ ბრილიანტი თუ რაღაც მარგალიტი, ერთი ადამიანის სულს შეეხება. და რასაშინელია და კადნიერი ბოროტი ვის უბედავს, ქრისტეს უბედავს, თაყვანი მეცი და ჩვენ რას გვიზოთ, ერთი წამი რომ დავკრიტეთ. ამიტომ არაფრით არ შეიძლება მასთან ურის თხოვება, არაფრით არ შეიძლება მისგან რამის მიღება, არაფრით არ შეიძლება არც თანხა, არც არაფერი მატერიალური არაფერი მოტყუებით და თანამდებობად პროცესად არაფრით არ მიღებს. აი რა ჯობია იმაში. წიერეთ რომელი საუკუნის მოციქული, პირველი საუკუნის მოციქული, დიდი მოციქული გავიხსენეთ. მისი ხსენების დღეს ბეზეარით ამები შევიკრიბეთ, სასულიერო პირები ჩავეხოდეთ, შემოვიფერეთ. ეს სიტყვა სიყვარული გადმოგეცით თქვენ, მოძებული ღვთისაგან. თქვენი გულებით დახარებულია, თქვენ რო წამწადებით სახში, თქვენი მშობლებს თუ შვილებს თუ შვილიშვილებს თუ ახლობლებს თუ მეგობრებს უნდა მიულოცოთ, უნდა ვახაროთ ხოლმე ეს. ესე იგი, ვერ უძლებს ბოროტი ძალა მადლს და სიწმინდეს. ახლობლებს უნდა დაურეკოთ და ქრისტიანს. ესე იგი, რასაკვირველია ჩვენს ბარაგაცას კი ეს მადლი მოიფინება მიდის მათთან. და ის გეტყვის ჭეშმარიტად არზე, უკვე იქ ბოროტის ყოველ შემთხვევაში ისეთი შესუსტებულია ის ძალა, რომ ქრისტეს მადლს და ძალას ვერ გაუძლებს. აი ღვთისმეტყველობა, ზედაზნელობაც რომ მიულოცავთ, არ დავიშუროთ, მესიჯი გაუგზავნოთ ერთმანეთს და რაც აი ვახაროთ ხოლმე ყოველთვის. ქრისტეს მახარებლები იყო მოსახარება, ვინც აი თვითონ იოანე ღვთისმეტყველი მახარებელი. ესე იგი ქრისტეს სიტყვას ახარებთ. ქრისტეს სიტყვას ესე იგი რომ მივახარებთ ჩვენ ადამიანს, ადამიანის გული კარგისკენ წარიმართება. ეხლა რაღაცებს გასაკვირველია წესები და ეხლა დოგმა შეუღებელია მაგაზე საუბარი. არის წესი და კანონი, რომელიც არც უნდა დაერბეს არაფერი, მაგრამ არის რაღაცა, რომელიც რაღაცას გარდა ემატება. შეიძლება თვალი დაუჯო მოპასი სიყვარულის გამო რაღაცასა და შეიძლება ჯერ არ იყოს ეს მზად იმისთვის, რომ მე მივიდე და თავი დაგოდო უთხრა რაღაც, მაგრამ მოვა ეს დრო აუცილებლად ვეთქვი. ესე იგი, თქმასაც ხო დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ადამიანმა ესეთი გამარჯვება გითხრას, რომ არ გიდოდეს მისგან არაფერი. და შეიძლება ესეთი გამარჯვება გითხრას, თითქმის არ ხასიათს. აი რომ ეს სიტყვა რა არის, აი თვითონ მაცხოვარი ქრისტე. ესე იგი, გამოყენება უნდა სწორად ამ სიტყვას. როცა შენ გააფრქვევა აი ამ სიტყვის და სიყვარულს, წმინდა მამა ანტონიდი გძალებს, რომ ღიმილით ესაუბრეთ ერთმანეთს. ის უდიდესი მამა სასწაულია მე მას ვკითხულობ, რომ 10-20 წელსაც კი ვკითხულობ, დღევანდელს ვკითხულობ, რომ ასაკურებო უფრო ახლოსა და უფრო გემოვნებ რაღაცებს. ესე იგი, საკუთართაც მოეკეცე კაცთან, სხვას მოეკეცე ლმობიერად. ოღონდ საკ დარბოვი კი არ იგულისხმება, ადამიანი არ მოდის და შემაზე პერიოდზე ეს კი არ იგულისხმება. იგი იგულისხმება ის, რაც სადაც უნდა მისცე შენიშნა და სადაც არ არის შენიშნა საჭირო. ზოგჯერ დუმილითაც არის გადაღება. შეიძლება რაღაცა საკუთრების ბავშვი და გაჩნდა რომ ის შეიძლება ისიც გაჩნდეს. შეიძლება იყოს აუცილებლად ჩარევა, მიხვიდე და უთხრა ეს შეიძლება. დავასწავლე. და მე და მამა დავითი ვსაუბრობდი. რა გააკეთა რელიგიის ამოღება, ისტორიის ამოღება, ქართული სამოღება. რა გააკეთა ახალგაზრდებში. უკან წავიდა. როგორ ხარ? ჩვენ ცელკობით კი არა, რასაც რეებს არ ვაკეთებთ.
სკოლაში მაინც იყო რაღაც გამქრალი პატივისცემა უფროსის მიმართ, პედაგოგის მიმართ, ჩვენი მეგობრების, მშობლების მიმართ უფროს უცროსობა არსებობდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აი არასწორმა აღზრდა სანამდე მიეყარა მეორე ახალგაზრდა. არ აინტერესებს არაფერი, უფროსი, უცროსი, ეკლესია, სახელმწიფო, სამშობლო. ესე იგი, რა უნდა მირჩევნოდეს ჩემ ოჯახს, რა უნდა რომელი ქვეყანა უნდა მირჩევნოდეს ჩემ სამშობლოს. აი რა, ამის შეკითხვის დასმაც კი არ შეიძლება. აი 100,000 ქართველი მოწამის ხსენების რესტორანი ულად დამოუკიდე. 100,000 ქართველი მოწამე. სხვათა შორის მეორე ჯვარიც არქიმანდრიტოს მეორე ჯვარიც 100,000 მოწამე იდიოტის მომენტი. ეს დრო რომელდეს ესე იგი ჟურნალისტები მეორის ნაში 100,000 მოწამე. ისტორიაში არასდროს არცად გვეყავდა. და რა გააკეთეს? ის სარწმუნოების გამო თავი გაწერა შეწირდა. გვაქვს ჩვენ უფლება რომ ჩვენ ეს გავა ასე ვთქვათ უბრალოდ ესეთი დღესასწაული შეიძლება სიმონ მოშორდელოდეს ამ ორ დღეში სიმონ კანანელი რომელიც ქრისტეს მოწაფე იყო და საქართველოში ბრძანდებოდა ჩვენ შეიძლება გიორგობა დედაფთიშობა ლევანდელი ღვთისმეტყველის ივანე ღვთისმეტყველის სცენებზე გავა უბრალოდ არ მთავში პირველ რიგში ღვთის პატივისცემა და თაყვანისცემა დამთავრდება წინა მე უნდა გახვიდე ადამიანები ეხიარული რასაკუთრებით მაგრამ ჯერ ეს არის და მერი არის ჯერ არის სულიერი მერი არის ეული აი ამას არის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ გვიხარია ხოლმე ერთმანეთთან ესე იგი შეხვედრა და მე და მამა დავისწავლეთ აი რას ნიშნავს როცა ახალგაზრდას არ მიაწოდეთ იმ წოდებას რომელიც მისთვის არის აი როგორც დედის რძე ეხლა პატარა ბავშვი დაიბადოს და დედამ რო არ ყვებოს ის ხო გარდაეცოდა დაიღუპება რა ესე ვარ ჩვენ სულიერად ჩვენ ღვთისაგან ვეუბნებთ ამ რძეს უხილავად და ეს რძის მადლი რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში შემოდის და მე დაფიქრდები ზოგჯერ აი შეიძლება ჩვენც ადამიანები ჩვენს ნერვები გვაქვს რაღაცას გავფრესებთ მაგრამ მეორე წუთში ცოტა ციგნური მასო მიმართავ კარგად დაგილაგებს უფალი თორე შენ როგორც გინდა ისე რომ მოიცე რა საკმარია შეცდები შეიძლება გინდოდეს და მართალიც იყო ისეთი რაღაცის გაკეთება გინდოს მაგრამ ისე სწორად ვერ გაკეთო თუ ღმერთი არ ჩაერევა ამ საქმეში აი ღვთით აი როგორც სიყვარული და პატივისცემა თუ ჩვენ შორის იქნება ღვთით სიყვარული ეს იქნება კლდესანი ძლიერი და მტკიცე და თუ იქნება ადამიანური შეიძლება გაკეთდეს 10 მეტრში და დაიგაფოს იქვე ის რამხელა სიყვარულია კიდე ღვთის სიყვარული შეიძლება ადამიანი იყოს 1000-2000 კილომეტრის იქით და იყოს განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე შეიძლება გვერდით იყოს ადამიანის გვერდით იქ არ იყოს ისეთი სიახლოვე ესეთი პატივისცემა ეს არის ჭეშმარიტი მხრიდან ჭეშმარიტ უფალი გახდა აი უფლის ჩარევით და უფლის მადლით ყველაფერს გებო აი ცერამინებით ეხლა მე კარგადაც რაღაცა შეიძლება მონასტერში კარგად მაგრამ ფოკარო მაცულს მე ესე და სოხუმი ომის პერიოდში სოხუმში ვიყავ გაჭირება რო იყო და ერთად ეხოსო 4-5 ადამიანები ანაწილებდა ნაწილი ერთად ეს უფრო ტკბილად გასაგებია ოკაში 6-7 თუ საჭმელი არ ქონდა საჭმელი აი თქვენ ბახსოს ბრიჯი ამოვიდა და 5 თვე რომ მარტო ბრიჯი მაგრამ ისე კარგად გახსენდება ესეთი არც წლებები ქონდა არც ავტომობილები ქონდა არც სუნკრეკო და არაფერი მე გავიზე იგი ავტომობილი ღვთისა რა ვაგონში წირავდით ყოველდღიური წივრები ქონდა მე გადავიღე მართლა გავაშენე და მე შეჭრებოდი ვაგონში ქონდა მოწყობილი ეკლესია და მოძრავი ტრაპეზი ქონდა და ესე კარგად ქონდა აწყობილი ყველაფერი ქონდა სასამართლოს გამოუწევდი მე გავსწრები ანალოგია ციგნისას გამოუწევდი კონტაქტისას გამოუწევდი ესე რაღაცები ქონდა მოწყობილი წავიდოდი წავიკითხავდი მოვიდოდი მე უპასუხებდი ისე რომ
მე ამოვიდა ერთი მამო და იმას ვასწავლე, მამეღარ მამოთორ მაშინ კითხვა არ იცოდა. მხედრულადაც ვერ კითხულობდა. მხედრულად ვერ კითხულობდა, საოცარი ადამიანი იყო და როდა მოკლედ მეუთხარი შემოთელი დღეები უნდა იმეცადინოს და ვამეცადინეთ. ვერახები ძლივს და უფარო შეგვიწყარა, სადაც უნდა ეპასუხა იქ პერეგზე ვამბობდი რა და ისე კარგად გვახსენდება ღუმელში, ნახჩერის ღუმელში ვაცხოდით სეფისკვერებს. ეს სეფისკვერები ხოიცი ხარისე ხურვალი იყო, ხარისე იყო, ხუდი ესე იყო და გებრიელი იყო, გასლავარი იყო რა და წირავდით. და ეს არის, აბა რა უნდა გააკეთოთ წირვება, უნდა წიროს და შეწიროს. დღეს ეხლა ჩვენ შევწირეთ, ჩვენ ვერ ვეძებთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველს და დაიწოს და დაიფაროს წმინდა ცნობილი ჩვენი მთავრობა და მხედველობის ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი მეუღლეები, სამღვდელობა, ფერმერობა შემცდარს და გზავნებს გაუხსნას გონება და მოვიდეს მართალსა სარწმუნოებასაც. და თუ არ ინებებს, მერე მეტად ეხედოს თვითონ, ჩვენ ხომ ვთქვათ, რომ ვერტრო იქ არ დაიგულოს, ამისვისაც ხوت. ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ვარ ხოლმე, ამასაც ვერ ვამბობ. მაგრამ ეხლა მაგ გაბრაზების დრო არ იყო, იმიტომ რომ წილის პერიოდია და არ შეიძლება რომ გულის უნდა თარგმნოს გაზა. ვერტრო შეგიდოს ყველა ჩვენი ცნობილი და გაგვეცნიეროს და პრობლემა სოლიქდება, მაგრამ ახმოგვეხრას. ღირსეულად და ღვთის მართლთა და წყალობით. ულოცავ ყველას, თქვენ გილოცავთ ამონას, ამ ეკლესიას ულოცავ. მამა დავითის გლატკუთხედის დღე არის ეს 19 წლის დაკუთხედ ჩვენი მამა დავითი. გახარებულები ვართ ჩვენც და ესეთი სიხარულები მიგვეტანოს ერთმანეთისთვის. ჩვენც ადამიანები ვართ, სასულიეროები. ჩვენც გვიხარია ხოლმე, თქო რომ დაგვირეკავ და მოგილოცავ. თქო რომ კარგად შეგვხვდები და მოდიხარ და მოსი ჩამოვდეთ. ჩვენც ორჯერ და სამჯერ მეტი ძალა გვევარდება, რომ კიდევ უფრო მეტი კარგი რაღაცები შევძლებთ. იმის ძალა და მანდეც კი მოგცა უფალმა რომ ეს პრობლემა ჩვენ არ მოვხრათ კიდევ უფრო დაგადის. მაგრამ სხვანაირად ვიცხდიდა, რომ განმოხლისათვის მაგალითად მე ვიცი ხოლმე რომელი ბრელს უნდა დაურეკო და ვის უნდა მოვიდეს. კონტაქტი დაურეკა, მოვიკითხავ და მე რითომ დიდი ხანი არ ვინახე ერთმანეთს და შევიკრიბებით რაღაცები ხდება რა ყველაფერს. იხარებ და იდრეკძელეთ. ყველა გამოკლეთ ჩვენს სტიქაროსებს, ჩვენს დიაკონებს, ბრევს, პატარებს, დიდებს და რა ვიცი, ვინც ვერ მოახერხა დღეს ახლა შაბათი და კვირა რომ მოფილმოს ამზე იქნებოდა გვესწრებს ცოტა შუაკვირაა და შეიძლება ადამიანის ვერ მოვიდა. რაც თავარია ჩვენ გავსულიყავით ბოლომდე ეს ღირსეულად, ამაზებად ღირსეულად. და მივსულიყავით ქრისტიანებთან და არაფერს არ წავარდით ქრისტიანობითი მოგვფეს ჩვენ ცხოდი შედა შესიძი ათასები წონებია და ჩვენმა აი ესეთმა შეუპოვარმა ბრძოლამ შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს აუხილოს და გონება რომ დაინახავ რომ ჩვენ უკან არ ვიხარ რა გვაქვს უკან დასახელი ვინ უნდა იყოს ჩვენ უნდა დავიხეთ და ეს არ მოხდება ეს ამაზე არც ვფიქრობ რომ ჩვენ დავიხეთ უკან ხო და იმათო და იფიქრო ეს რომ დაიხილო ეს მათ საფიქრებელია იქნებ გადაგვარჩინოს უკანმა და საქართველოს გარეთ ვინც ცხოვრობს ქართველი ვერ ცხოვრობ დააბრუნო საქართველოში იცით ესმის ოჯახებს უჭირს ეს გასაგებია მაგრამ წერაც ერთი ნატეხი ერთი ნაჭერი პორები გავიტეხოთ ყველა და ჩვენ საქართველოს მიუხედავად თორე ძალიან კარგად ვიცით რომ ჩამოდიან ვიღაცები და მოკლედ სხვანაირად იქცევიან რა ეს ერთ-ერთი სერიოზული თემა ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხა მეუგრძნობთ მაგრამ 3 წელიწადში აუცილებლად მიგრძნობთ ისე როგორც 3 წელს იმდენად არ მოგრძნობთ და ეხლა უფრო მოგრძნობთ ეს დედაღვთისმშობლის ქვეყანა ეს ჩემი კი არა ჩვენი ეს 100,000 ქართველის და 6,000 მერი გარეჯი შეუგუბერის მიწა ამას მოგეცეთ ჩვენ ღირსეულად და ბატონო გაპოხილია ქართველების სისხლით ჩვენი მიწა ეს ამას ეს მოგეთხოვება აუცილებლად მოგეთხოვება
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გაგახაროთ მეთქვა, გაგაძეროთ, გაგიცოთ და გაგიფაროთ. ამინ. ჭეშმარიტად. ალბათ